ჰანტავირუსი, ეხა ებოლა. იმისი დაშვებაც არსებობს, რომ თქვა ებოლამ შეიცვალოს სახე და გახდეს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები? გრიპის ვირუსის შემთხვევაში 2 მილიარდამდე ინფიცირებულია ყოველწლიურად 100,000-ობით ადამიანი მაინც იღუპება ჩვეულებრივი სეზონური გრიპის დროს. მაგალითად გაიკეთეს კოვიდის ასცრა და 10 დღეში დაიღუპა. ერთხელ ყვებოდა რომ ეს მხარე წაერთვა. ვიღაცა ყვებოდა რომ ფოკუსირებას ვეღარ ახდენდა. თუ მაინც დავინფიცირდები, გრიპის ვაქცინა რატო გავიკეთო, მაინც დამემართა გრიპი, სავალალო მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ ჩვენ. ქალაქის შუაგულში ხდება ახალი მშენებლობები, რაც წარმოუდგენელია, ხო? ეკოლოგიური კატასტროფა არ ნიშნავს მხოლოდ დაბინძურებას, თუმცა გარდა ამისა, ინფექციური აგენტები ზუსტად მიყვება ბუნების გაჩანაგებას, საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იყო ცხოველების, იცვლება და შესაბამისად ის ვირუსები უკვე გამოდის ასპარეზზე ადამიანის წინააღმდეგ. მოლეკულური ევოლუციის თეორია არის ახსნა ჩვენი არსებობის, სადაც ადამიანები ჩვენი დნმ-ის გადამტან არსებებად ვართ წარმოდგენილი. ჩვენი ეს რთული ქცევა, რომელიც არის დაკავშირებული გამრავლებასთან, სიყვარულთან, ოჯახის შეგრძნებასთან და ასე შემდეგ, ეს დაიყვანება იმაზე, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ გადამტანები. არსებობს რამე თეორიული შანსი, რომ ეს რაღაც ახალი პანდემიის დასაწყისი იყოს?